დილამშვიდობის მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერშია და ვაგრძელებთ გადაცემას სტუმარი შემოგვიერთდება, როგორც დავაანონსეთ, უნდა ვისაუბროთ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც ივნისის ბოლოს დაამტკიცა პარლამენტმა და რომლის თანახმად უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, ამასთან უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი. შრომითი მიგრაციის კანონის გამკაცრებასთან ერთად წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის მოთხოვნის დარღვევებზე და უფრო კონკრეტულად თუ განვიხილოთ, ჯარიმები დაიკისრებათ იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომელსაც არ ექნება ნებართვა, ასევე დამსაქმებელსაც. აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ცვლილებები ამოქმედ და გამოქვეყნებისა და ხელმოწერისთანავე არამედ 2026 წლის მარტიდან შედის ძალაში. ეს პერიოდი მანამდე გარკვეულად გარდამავალია ბიზნესისთვის მომზადების ნაწილში მათ შორის. ვახტანგ შურღაია, დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გვერდდება ამ თემით. პირველ რიგში მოგესალმებით, ბატონ ვახტანგ. მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. მოდით ამ ცვლილებების შეფასებას მოვისმენთ თქვენგან. პირველ რიგში რამდენად ამ პროცესში იყავით ჩართული და რა სიტყვით რამდენად საჭირო და დროული იყო ეს ცვლილება, რაც შრომით ბაზარზე ცვლის თამაშის წესებს. კი ბატონო. წლების განმავლობაში ჩვენ გვესმის რომ რეგულირება მოხდეს როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და შესაბამისად შრომის ბაზარი არ იქნება დარეგულირებული. ეს პირველი. თუმცა თქვენ კითხავს რომ გაუცემელი რამდენად ვიყავით ჩართული აღნიშნულ ცვლილებაში, პარლამენტში ფაქტობრივად ორი კვირის განმავლობაში მოხდა ამ კანონპროექტის დაინიციირება და შემდგომ მიღება. შესაბამისად ამ პერიოდში ნამდვილად ჩვენ დავსახელოთ ასოციაცია ამ ცვლილებაში ჩართული არ ყოფილვართ ამ პერიოდში მანამდე. კი ბატონო ვახტანგ, აი რო გავყვეთ ახლა უკვე ამ რეგულირების, გამკაცრებული რეგულირების ნაწილს. აქ საინტერესო იქნება თავად კერძო სექტორში რა ხმებია რეალურად, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, ასეთი ტიპის რეგულირებასთან დაკავშირებით და ერთ ნაწილში ჩაგეკითხებით სწორედ. აი აქ არის საუბარი, სალომემაც აღნიშნა მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ პირობითად დასაქმება ასე ვთქვათ, უცხოების დასაქმების შესაძლებლობა ექნება მაშინ, როდესაც აქ სათანადო კადრის მოპოვება ვერ ხდება. აი საინტერესოა ამ ნაწილს თქვენ როგორ აფასებთ? ორ ნაწილად გავყოფ კითხვას. ერთი დამტკიცება ეგრეთ წოდებული უნდა დაამტკიცოს ბიზნესმა, რომ პირობითად აი აქ დეფიციტური კადრებია თუ აი ეს პროცედურა როგორ ხდება და მეორე სხვა ეს დინამიური სამუშაოები რაც არის, სადაც მუდმივად მოთხოვნა კადრებზე, იგივე ჰორეკა სექტორიდან დაწყებული გაგრძელებული არის სამშენებლო სექტორით და ასე შემდეგ, მათთვის არის თუ არა ეს გამოწვევა? აი ამ ორ ნაწილს რო უპასუხოთ. დიახ, ბიზნესის გამოწვევა არის ახალი ცვლილებები, რომელიც დღესვანდელი კანონრაც პარლამენტმა იმას თუ გაყვებით კარგად საკმაოდ კაც რეგულირებას ისახავს. პირველი უნდა იყოს საჭიროება ქვეყანაში იმ კონკრეტული პროფესიის ადამიანის რომელსაც შემოყვანა სულ ბიზნესს და შემდგომ ამ დეფიციტურიც უნდა იყოს აღნიშნული პროფესია. როგორ უნდა დამტკიცდეს ეს კანონში არ არის გაწეული, თუმცა ამისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა იყოს გაწერილი შრომის ჯანმრთელობა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და ამ სამინისტროს წლის ბოლომდე აქვს ვადა იმისათვის, რომ დეტალურად გაიწეროს ის პროცედურები თუ როგორ და რომელი მხარის მიერ რა საფუძველზე უნდა იყოს დამტკიცებული ესეთის კრიტერიუმი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კანონის მიღების შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროსთან დაპირება, რომ კანონქვემდებარე აქტის შემოსაშავების პროცესში ჩვენი ასოციაცია ჩაერთვება, ჩვენ წარვადგენთ ჩვენს ხედვებს, ფიქრობ დაეხმარება ბიზნესს კაფიო რეგულირების პირობებში მოქმედებას. თქვენი ხედვები რა არის საინტერესო ამაზეც რომ ვისაუბროთ. როგორ შეიძლება ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს, თუნდაც რაზეც ვსაუბრობთ, ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს კერძო სექტორისთვის, იმიტომ გვინდა არ გვინდა ხა ერთია აღსრულება რამდენად ეფექტიანად მოხდება, აი კონკრეტულად მაგ ასე ვთქვათ ბუხლის რაც არის და მეორე მხრივ ეს ბიზნესისთვის ხო დროით მომენტში შეიძლება ამ ბიუროკრატიამ რაღაც გამოწვევები და პრობლემები შექმნას. თქვენ როგორ მიგაჩნიათ რომ როგორ შეიძლება უმტკივნეულოდ გამოვიდეთ აქედან?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია არის რომ ნებისმიერ რეგულაცია რომელსაც სახელმწიფო მიიღოს იყოს კაფიო და შესაბამისად სწორად გაწერილი. იმ შემთხვევაში თუ რეგულაცია არის კაფიო და შესაბამისად ბიზნესს მარტივად შეუძლია მისი წაკითხვა და აღსრულება, ეს იქნება უმტკივნეულო პროცესი. თუ ჩვენ მივიღებთ ისეთ განუხმოდებელ ნორმატიულ აქტს, როდესაც დატოვებს ღია კითხვებს მათ შორის საშუალებას რომ ბიზნესმა ეს ხელი ვერ აუწყოს ამ შესაძლებლობას შესაბამისად შეგვექნება პრობლემა. გამომდინარე რომ თქვენს კარგად მოგეხსენება რომ არაერთი სფერო არის სადაც დეფიციტური არის კადრები და შესაბამისად აქედან გამომდინარეა რომ ზუსტად რომ ეს პრობლემა წარმოიჭრა პროდუქტივნეულად. და რომელია ეს სფეროები, სექტორები ყველაზე მნიშვნელოვნად, ვიზეთ შეიძლება ამ პროცესმა გავლენა მოახდინოს, სადაც დღეს კადრების დეფიციტია? ჩვენ ბაზარს თუ დავაკვირდებით დავინახოთ რომ ყველა სფეროში დღეს შენებლობა ეს არის ყველგან არის მრეწველობა თუსა ყველგან ფაქტობრივად შეინიშნება რომ ვაკანსიები გვაქვს მუშახერის ნაკლებობა და ყველა კომპანიას ესე ვთქვათ პრობლემა აქვს რომ რათა შეავსოს კადრები და შესაბამისად მიიღოს სრულ პატრონს მუშაობა. კი ბატონო, აი სანქციების ნაწილზე რას ვიტყვით ახლა ბუნებრივია რა ხან კანონქვემდებარი აქტები არ გვაქვს ცოტა პროცედურულ ნაწილზეც და სხვა დეტალებზე რთულია ესე წინასწარ საუბარი, მაგრამ ნუ ამბავი არის ის რომ უნდა მიმართოს ადამიანმა ჯანდაცვის სამინისტროს სავარაუდოდ შრომის ინსპექციაზეა როგორც ვიცი საუბარი და შემდეგ აიღებს ნებართვას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფლება ენიჭება მუშაობის. თუ ამას რაღაც ბიუროკრატიული ნაწილი არ ექნება, ზოგადად ეს პრობლემაა, აი ასეთი ვთქვათ სანებართვო თქვათ მოსაკრებლის არსებობა, ანუ ბიზნესისთვის რატო შეიძლება გახდეს ეს გამოწვევა თუ რეალურად რაღაც კონკრეტულ სექტორებში ადგილობრივი კადრების დასაქმება ისედაც უჭირთ. სოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედოთ ყველა ქვეყანაში ეს სფერო რეგულირებული. შესაბამისად შრომითი მიგრაცია არ რეგულირებოდი სფერო და სახელმწიფო ყურებს კონკრეტულად თუ რომელ სფეროში ჭირდება კადრები და იმ სფეროზე გასცემს დეპარტამენტი. ეს არ არის რაღაცა ნოვაცია, რომელიც საქართველოში შემოვიღეთ. შესაბამისად თუ იქნება გაწერილი ეს პროცედურა, ზუსტად გაყვება ბიზნესი და მოსაკრებელი ასე ვთქვათ მაქსიმალურ ზღაპარს დაწესებული კანონი არ ამას შექმნას შეზღუდვებს. კი ბატონო, ანუ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ რომ თქვენ ხართ მოლოდინში როგორი იქნება პროცედურული ნაწილები გამომდინარე იქიდან რომ რაღაც დასკვნები გაკეთდეს, ხო? დიახ, ჩვენ გვართ მოლოდინის რეჟიმში რომ ჩავერთოთ აქტიურად და ასე ვთქვათ ამ განყოფილებრივ შემუშავებაში წარვადგინოთ ჩვენი რეკომენდაციები უკვე შემდგომ და მივიღებთ ისეთ რეგულაციას, რომელიც ვთქვათ ხელს შეუწყობს ბიზნესს და დამსახურებლებს სწორად და კანონის შესაბამისად. კი ბატონო, თქვენ დეფიციტი ვახსენეთ ჩვენს კადრების დეფიციტი. დღეს რამდენად თქვენს ვთქვათ ასოციაციის წევრებში და ზოგადად რამდენად მრავლად არიან ან მომრავლდა ისეთი კომპანიები, ვინც უცხოელებს ასაქმებს, ანუ დღეს არსებული უკვე რეალობით რამდენად ეს აქტიური გახდა? თუ ავიღებთ ციფრებს, ესე კანონის მიღების დროს კანონის გამარტივით პარაგრაფში აღნიშნულია, რომ 42,000 რეგისტრირებული უცხოელია დასაქმებულში საქართველოში. შესაბამისად ეს პირები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ხშირად ჩვენ წვდებით და ეს არ არის რაღაც ახალი, შესაბამისად 42,000 ადამიანი უკვე დასაქმებულია რეგულარულად. კი ბატონო, და ნუ სავარაუდოდ ამ რეგულაციის შემოღების შემდეგ მონაცემები გაიზრდება, ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც უკვე თვალში საცემი გახდა ნამდვილად უცხოელების დასაქმება კონკრეტულ სექტორებში. მადლობა ჩართვისთვის, ნახოთ დაველოდოთ როგორი იქნება უკვე შემდგომი ეტაპი ამ პროცესის, როგორც აღნიშნეთ, გარდამავალი პერიოდია და 2026 წლის მარტიდან შედის ოფიციალურად ეს ცვლილებები ძალაში. ვახტანგ ჩურღაია დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს ეთერში.